მათი მამისათა, დადის, შვილისათა. ჩვენ ვაგრილეთ საუბრებს საეკლესიო სამართლის საკითხთან დაკავშირებით და ისტორიულ პროცესს მივყვებით. ჯერ იყო დევნის პერიოდი და ინდოინდელი კრების დადგენილება ჩვენ განვიხილეთ. და შემდეგ, როდესაც ხდება ოფიციალურად მეფის ძალაუფლებით და ბრძანებით ქრისტიანული ეკლესიის დევნა და ნებადართული ხდება თავისუფლად აღშარებლობა და ღვთისმსახურება. ჩვენ პირველ მსოფლიო კრების შემდეგ ნიკეაში და მეორე მსოფლიო კრებამდე კონსტანტინოპოლში მთელი რიგი ადგილობრივი კრებები ჩატარდა. ეს ეპოქა საოცარი აქტივობის, რომლის ეკლესიური სტრუქტურის აღშენებლობის და ტაძრების გამრავლების ქვეყანაზე, ასევე მეუდაბნო ბერმონზონა და ცხოვრების საოცარი ეპოქა არის. დიდი მოღვაწეები არიან და მეტომ მეტი ყურადღება ექცევა ეკლესიის შიდა პრობლემებს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის რაციონალ ბუნებასთან, ვლინდება მრევლშიც, საშუალო პირებშიც და მეტომ ეკლესიის სიტყვისათვის და ეკლესიის ავტორიტეტისათვის და ღვთისმსახურის სიმართლისათვის თუნდაც ადგილობრივი კრებებიან, რომ იქ გავრცელებული ან უარცაღები რაიმე ცოდვის შესახებ იყოს შესაბამისი დადგენილი მიღებული. ამჯერად ჩვენ შევეხებით ლაოდიკის ადგილობრივ კრებას. ეს ფრიგის ლაოდიკიაში აზიის სამთავროთა შეკრებილმა წმინდა კრებამ დაადგინა საეკლესიო კანონები და ასე წერია. სხვადასხვა ცოდის მოქმედნი, რომლის მოთმინებით ლოცულობენ, აღსრებულს და სინამდვილეში არიან, მონტეპისაგან სრულიად მოიქცევიან და რომელსაც მათი ცოდის შესაბამისად მოცემული ჰქონდათ სინამდვილის დრო, ასეთებს ღვთის მოწყალებით და სახიერებით მოყვანილ იქნენ საზიარებლად. იგი ესეც მნიშვნელობა დრო უნდა მიეცეს მათ. ერთჯერად მარტო სიტყვით ნანობ და აღარ ვიზამ და ასე შემდეგ არა. უნდა გამოშეს მისი მონდომება, რომ ნამდვილად თალისხმისა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავის წინაშე. თუ დღეს თხოვნების საკითხი დგას. თუ მისის ეს მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი ასეთ მთავარი საზღვარი ქრისტიანის ცხოვრებისა, უფალსაც რომ იყოს და უფალთან ერთობაში იყოს, ხადია ნებით უნებლით რაღაცა ცოდვას შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა, მაგრამ მიეცემა შესაბამისი წესი, კანონი და დრო ამ შესრულებისა. რომ მისი სინამდვილე გულწრფელი არის ნამდვილად და მაშინ ხდება მისი ზიარება. ანუ უსიარებლო არის ერთ-ერთი ყველაზე ვთქვათ სასჯელი, რაც შეიძლება დაედოს ქრისტიანს. ანუ უფალთან შეერთება, უფლისწინესთან მიახლოება. ვიდრე არ განისმენდება თავის სინამდვილის ცემლით და გულწრფელი აღიარებით და გარკვეული ღვაწლით, რომელიც მას მიეცემა ამ დროის მანძილზე. შემდეგი კანონი ასევე ამბობს, რომ ახლად ნათელღებულმა ძლის ხარისხი არ შეიძლება მიიღოსო. რადგან ეს შესაძლოა ვთქვით, რომ მეოთხე საუკუნის საოცარი აქტივობის არის და ხალხის ტოლობა ეკლესიისკენ თითქოს გამრავლდა ეკლესია, მრევლი და სამდელო დასი მრავლდება, შეიქმნა ახალი საფრთხე, არა დევნის, არამედ მომზადებელი, უსწავლელი, უმეცარი ადამიანების, რომელიც ჯერ სარწმუნოებში არ არიან კარგად გარკვეულნი და შესაბამისი ცხოვრების, ოჯახის ცხოვრების ვერ წარმართავენ ქრისტიანულ წესნორმით.
ცხადია, მათ შეიძლება ბევრი შესაბამები მოვიდეს ამ ცხოვრებაზე, მსახურების დროს და ამიტომ ახალ მონათლული სანამ ასეთ სტაბილური ქრისტიან ცხოვრებას არ დაიწყებს ლოცვით, მარხვით, მორჩილებით, მანამდე მისი მადლად ხურთხევა არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება ეს პარალელი გავავლოთ, როდესაც საბჭოთა რეჟიმი დაიშალა და საბჭოთა კავშირის შემავალი რესპუბლიკები გამოიყვნენ ცალკე და საქართველოს აღიდგინა თავის დამოუკიდებლობა, დაიწყო საოცარი აღორძინება ჩვენთან ეკლესიის ცხოვრების, ახალგაზრდობა დიდი რაოდენობით მოვიდა ეკლესიაში და ასაკოვანი ხალხი ისეთ ახლო ჯერ კი დახშოვდა თავის ბავშვობაში, რომ მოქმედი იყო ტაძრები და ჰქონდა ურთიერთობა და ოჯახში ქრისტიანად ცხოვრობდნენ. აი ეს ტაძრები გაისვა, მაგრამ ტაძრებიც მცირედ იყო. არსებული ტაძრები, რაც იყო მანამდე, ზოგი გადაკეთებული იყო, პურისაცხოვად, ისქვილად, აბანოთ, საგამოფენო დარბაზად, სახელოსნოდ და ზოგადად შესახლებული იყო რაღაცა და ხდებოდა თანდათან განთავისუფლება ტაძრების ტვირთისგან, რომელიც ამ სოფლიდან მოვიდა და იმისათვის რომ თავისი ადგილი მოიპოვებინა, ტაძრები გამოიყენა, ანუ ხდება დამთრობა და შეურაცხყოფა ტაძრის ამით. მაგრამ ამასთან ერთად მცირე არის რიცხვი სამდელო დასის. გეტყვით რომ სანამ დაევნა დაიწყებოდა 20 წელს დასაწყისში ეკლესიის მოქმედი იყო 1700 ტაძრამდე მეტი თუ არა და უკვე 60-იან წლებში მე-20 საუკუნეს გულისხმობ დარჩენილი მოქმედი იყო მხოლოდ 50-მდე ტაძარი. დანარჩენი დახურული ან დანგრეული ან გადაკეთებული საყოფო ცხოვრება მოხმარებისათვის. და არც საშუალო პირთა რაოდენობა იყო საკმარისი, იმიტომ რომ 50-მდე იყო საშუალო პირი მთელ საქართველოში. ეპარქიის, ეს 15 ეპარქიისგან მოქმედი იყო თავის დელთავარი, ვისაც ყავდა 7-8 ეპარქია დაახლოებით. ამიტომ როდესაც უცებ ეს მარტუხებისგან განთავისუფლდა ეკლესია და ახალგაზრდობა და ინტელიგენცია მოვიდა ტაძრებში. ხადია იყო ხიბლი, რომ სწრაფად ხელდასხმულიყო ადამიანი, რომ სემინარია რომელიც ხეთაში არსებობდა, იქ აკრძალული ჰქონდა 10-ზე მეტის მიღება. ამიტომ არც იყო ამდენი საშუალო პირი და ვიდრე არ გაიხსნა სხვა სემინარები ერთის გარდა, ხეთის სემის გარდა, მანამდე მაინც იყო გაჭირვება. ამიტომ ზოგიერთი იყო შემთხვევა, რომ ესეთი ემოციურად გულანთებული ადამიანი, თვითონ დაეღვატა ერისის ხალხისთვის, ღვთისათვის, ეს თანდახან მომზადებელი იყო და უსწავლელი სეკვესტრის ნორმების, ურთიერთობის ღვთისმსახურების და ბევრი მე პრობლემებოდა ამის გამო. კონკრეტულ მაგალითებს არ მოვიყვან, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესი არის. ახშეთ მოხდა მე-4 საუკუნეში იგივე პროცესი და ამიტომ გვაქვს რომ ახალნათელღებული უცებ არ შეიძლება იყოთოს საშუალო პირად. და სამდელო პირმა არ უნდა გაასესხოს სარგებლით ფული და არ უნდა აიღოს ვახში და აღნადგინები. ეს კანონიც ცხადად მეწოდებს, რომ ვერცის მოყარებას ხელი არ უნდა შეეწყოს. ესე იგი, გაასესხოს ფული და იქიდან პროცენტი აიღოს, ან მევახშეობა, ან აღნადგინები აიღოს და მევახშეობა ეს სისტემური ხასიათი რომ მიიღოს. აღნადგინები თუ ერთჯერად გაასესხე და კონკრეტ პირობისგან ეხლა გარდა იმ თანხსაც გასესხი კიდე დამატებით მომიცი და ამიტომ თავიდანვე მიიღო ეგრესიმ კანონი, რომ ეს ოფლის საქმე არ არის. მევახშეობისათვის იჭება
ხდება შეჩერების ხდება და ვინც ეს გარსეცხადა აღნადგინების აღება უნდა კიდე პროცენტის მიღება ის შეიძლება იყოს დაყენებული მსახურებიდან და შემთხვევაში არის რეკომენდაცია რომ არ უნდა შეასრულოს ეს და ჩვენ ამას ვისაუბრეთ კართაგენის ქებაზე იქ პირდაპირ იყო ნათქვამი აკრძალული არის და საჭიროდ იძლევა ანუ ადგილ ეკლესიებში არის პატარ-პატარ სხვაობა ხოლმე კანონებში გზოლომის ცეცხლის მოყვარებას და რა შეიძლება კართაგენში უფრო დიდი მასშტაბი მიიღო ნამდვილ კაცი ზონა არის აქ შეიძლება გამოჩნდა ეს ცოდვა მაგრამ არ არის ესეთი გავრცელებული ამიტომ კაცად არ გაფრთხილებას არ იძლევა შემდეგ ნათქვამია რომ ძალებლები და ჩამოთავაზა ნავატიანი ფოტოენები მეოთხედნი და თუ მოიქცევენ და გახდებიან გათაკმევლები ანუ მორწმუნეები არ უნდა შევიწყნაროთ სანამ არ შეაჩვენებენ ყველა ერეს უფრო იმას რომთაც თვით არიან შეპყრობილნი იმ დროიდან მორწმუნედ სახელდებულებმა უნდა დაისწავლონ სარწმუნოების წამსი ამის შემდეგ ცხებულ იქნენ წმინდა საცხებლით და ასე ეზიარონ წმინდა საიდუმლოს აი უკვე რომ ხდება ძალებლობა შავარდნი ადამიანების დაბრუნება ეკლესიაში ძალებლობა თვითნებური ხედვა და განმარტება წერილისა თუ კანონებისა არა ის როგორც ეკლესიამ დაადგინა არა ის როგორც მოციქულება განმარტეს არა ის როგორც თვითონ უფალი განმარტავს გეუბნება არამედ ყველა ცდილობს ეს კანონი თუ ღვთისმსიტყვა მოერგოს თავის ხასიათზე თავის კერძო სუბიექტურ ხედვაზე და ასე შემდეგ აი მაშინ ჩდება უკვე ესეთი ძალებლური ჩვენ განვიხილოთ რომ უკვე არიანული ძალებლობა საველის მაკედონიანების და შემდეგში ჩვენ როცა უკვე შევეხეთ ამ შემდეგ მესამე მსოფლიო კრებას იქ კიდევ ახალი ძალებლობა გაჩნდა შემდეგ და ну ამას თალკი განვიხილავ ჩვენ ამიტომ ხდება გავსხვილო რომ თუ ძალებლობიდან მოიქცა პირველ რიგში უნდა ის ძალებლობა ის გადახრა სარწმუნოებიდან უნდა უარყოს ეხლა ვიტყვით საჟომი რა არის საჟომი სწორედ და ჭიშმარიტად არის უფლის სიტყვა და მოციქულთა განმარტება სიტყვისა და სწავლება პირველ რიგში ეს არის რომ ვიტყვით შეიძლება სხვადასხვანაირად ესმის ადამიანებს ეს სიტყვა და როგორ უნდა აუგზავნოთ ახლა გასულ არის ეს დემოკრატიული და ლიბერალური მიდგომა რო არის ყველა საქმე ვითომ უფლება ვისაც როგორ უნდა ესე განმარტოს ხო არა უფალი ესე არ ასწავლის ვისაც როგორ უნდა მართალი უფალია და უფლისგან არის სიტყვა უფლისგან ცნება და უფლისგან შევაგეთ პასუხს ჩვენ როგორ ვასრულებთ ჩვენ გაიტესეს უფალი რას გულისხმობს უფალი რა შინაარსებს ამ სიტყვაში ის გავიგო და ის შევასრულოთ თორე იყო ესე შემთხვევა პარადოქსული როდესაც ну ლიბერალ საზოგადოების წარმომადგენლებთან სხვადასხვა ასამთავრობო ორგანიზაციებთან რომელიც რაღაცა მიზეზთა გამო ცდილობდნენ რომ წინააღმდეგობდნენ რელიგიურ სწავლების შეტანას სკოლაში და გავრცელებას და იქ აპელირებდნენ ადამიანის თავისუფლებისკენ და რომ მას უფლება აქვს ადამიანს და როგორც მას ხედავს და მაშინ ვკითხე რომ თქვენ ლიბერალურ თქვენ მოდურებაში რაღაცა თქვენ აიღეთ წერილიდან და რაღაცა თქვენი დანამატი არის ამიტომ ერთმა ინტერპრეტაცია გავუკეთა რომ ესე იგი ქრისტიანობა და ლიბერალიზმი ერთ და იგივეა ხო არა მეთქი და რა გულისხმობთ 10 წება ხო იცით მეთქი ხო არა კასკლა კასაგები არა იპარო კასაგებია ხო მაგრამ არა იმრუშო და თქვენ რასაც გააჩერდას გულისხმობთ მრუშობაში ანუ უკვე თურმე ყველაფერი დაშვებულია თუ ადამიანს ესე უნდა ძალით კი არა და ანუ ხდება
იგნორირება იმისა, რაც წერია წერილში და რა წერია წერილში, რომ ადამიანს კი აქვს მოცემული თავისუფალი ნება, მაგრამ ადამიანი ცოდვითო დაეცა, ეს თავისუფალი ნება ხშირად ცოდვისაკენ მიიდრიგება და უბიძგებს და კარნახობს ადამიანს. ამიტომ აქ შენ თავისუფალი ნება უნდა შეაჯერო ღმერთის თავისუფალ ნებასთან და რა ღვთის ნება? ცხონდეს ადამიანი. ადამიანი შევიდეს სასუფეველში. ადამიანმა აღადგინოს ერთობა ღმერთთან და გარყვნილებით ერთობას ვერ აღდგენს. გარყვნილება ღვთის კურთხევა არ ყოფილა. პირიქით, არის კონკრეტული განსაზღვრება ამ ცოდვისა, რომელსაც დღეს ასე აღწელებენ და ასე საკანონმდებლო ბაზაზეც უნდა ის გამართლება ზოგიერთ ქვეყანაში. ასე რომ ეს მწვალებლობაც ერთ-ერთი სახე, როდესაც საღვთისმეტყველო საკითხებში ხდება ასეთი დაცემული გონებით ხელის ფათური ადამიანის მიერ და ვიღაცათან აქტიური ენერგიული ადამიანი მიიზიდავს მიმდევრებს და არცილოს გაარცილოს, იმიტომ რომ ეს არის თავისუფლად აპარტავნებო თვითნებობა ადამიანებისა. ამიტომ სამბრო მწვალებელმა უნდა უარყოს ეს წერისები და პირველში ის, რომელთაც არის თვითონ ცდუნებული. და ხოთ ამის შემდეგ შეიძლება ის როცა მოინანიებს, აღიარებს და ნამდვილად მიხვდება თავის შეცდომას, აი თავისუფალი ვაკიწყებს მოქმედებას. როცა მიხვდება, მაშინ ის ბრუნდება ეკლესიის წიაღში. და ცდილობს გამოსწორდეს და აღიარებს იმ სწავლებას, რომელიც მოწმობა დროიდან არის ეკლესიაში და არა შემდეგში ხდება საუკუნის მანძილზე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახის სწავლებლობა. ასე ღირს მამის ივანე დამასკელის ეს მერვე საუკუნის დიდი მოღვაწეა, უგანასაკუთრებული ადამიანი იყო თავზე და აქვს თალკე დაწერილი წიგნი მწვალებლობათა შესახებ და 200-მდე მწვალებლობა არის და აქედან 100-ზე მეტი ქრისტოლოგიური ხასიათის მწვალებლობაა. უშუალოდ პირდაპირ ქრისტეს შესახებ სწავლების და მოთხრების. ანუ აი თვითნებობამ უყარარეულობა შემოიტანა. იმიტომ ეკლესია ცდილობს, რომ თუნდაც სწორი ის სწავლება, რომელსაც ღვთისგან არის და ღვთის წინაშე მართალია, იმის გამო და საზომი ამისა არა ადამიანი არის, არამედ სულიწმინდა თითოඵალი და მისი წმინდანები. შემდეგ იტყვით, რომ აი ეს კანონი ესო არ აქვს უფლება შეიკრიბოს და აერჩიოს ის, ვინც მართლად უნდა იქნეს დადგენილი. ეს არ აქვს უფლება შეიკრიბოს და აერჩიოს თვითონ ეს ანუ ეკლესიის გარეშე. ერი მონაწილეობს ღებულობს არჩევაში, მაგრამ მონაწილეობს ღებულობს დევთაურებთან, სამდელოებასთან, ანუ ეკლესიის იერარქიასთან ერთად. ანუ ეს პიროვნება მცირჩენ, ცნობილი უნდა იყოს არა მრევლშიც და ეკლესიის წიაღშიც და ცხადია, ვინც უწევს რეკომენდაციას, ეს სასულიერო პირი იქნება და საერო პირი ერთად ამას ღებულობამ გადაწყვეტილებას ვინ გამოყონ ხელდასხმას და თვითნებური ხელდასხმა უკვე არის საწყისი ცნობილების ეკლესიაში. თვითგამოცხადებული იერარქიები ეს ერთ-ერთი სახეა მწვალებლობის, რომ გახეთქილების პროფესორად ვიტყვი და რომელსაც მე მწვალებლობს ვიყო. აი მაგალითად იგი რუსეთში პეტრე პირველის მამის ალექსეის დროს მაშინ პატრიკ ნიკონი იყო დაიწყო გასწორება წიგნებში შეცდომების სლავურ წიგნებში და საბოლოოდ აიღეს ბერძნული წიგნები. ნუ ვინც მიჩვეულიყო იმ ძველ ტექსტებს ზოგიერთი გადაწყვეტილება დაშვებულიყო როცა შეცდომები. და ხდებოდა გასწორება. გავშორდა უცებ ასეთი ხმა და აზრი და ასე მოწოდება, რომ თითქოს
უნდა წაგვართონ ჭეშმარიტი სარწმუნოება. იყო ამის ერთი ნამძღოლი დეკანოზე ამბაკუმი და ბევრი ხალხი აყვა. იყო გამოძიებული საკითხი და აღმოჩნდა რომ მართლაც ის უძველეს ბერძნულ წყაროებთან შეჯერებისას იყო დასმული გადამწერების შეცდომები უნებლიეთ და ამიტომ სწორდება ეს და არა რწმენა არ იცლება იგი და მიუხედავად ამისა მაინც ის განხეთქილი მოხდა დიდი მასშტაბის განხეთქილი მოხდა და პრეტენზია ქონდა ის ძველი მათი სარწმუნოება არის სწორი და მართალი თუ სწორია მაშინ ღვთისმადლი თქვენთან არის მაგრამ უმადლობა ეკლესიისა ვლინდება იმით რომ ერთად გამოიყოფიან და მე ერთმანეთს უპირისპირდებიან და იშლებიან კიდე პატარ-პატარა ქვეჯგუფებად. აი ზუსტად ეს დაემართა მათ. ხო? იქ სხვადასხვა ტოლკები გაჩნდა, პამორსკი ტოლკი, ესე ქვია, პაპოვცები, ეს პაპოვცები, ბელოკრინიცკა იერარქია და კიდევ უამრავი ესეთი სხვადასხვა და დაიშალა მთელი ეს მოძრაობა. თვითონ ერთიანი იყო თავიდან და აი ეს ნიშანი. ასევე სხვა შემთხვევაშიც ვიცით რომ ეს მწვალებლობა გავიდოდნენ ეკლესიიდან იშლებოდა. იმიტომ რომ იქ უფრო ჭარბობს არა მთლიანი ეკლესიის იერარქია, არამედ კონკრეტული რაღაც ერთი-ორი პიროვნება ლიდერობს. და ეკლესიის პრინციპი არის კრებითობა. ჩვენ არ ვინდობთ ჩვენ თავს და ერთმანეთს შეჯერებით ხდება გასაუბრებით, გადამოწმებით წმინდა მამებთან, ეკლესიის სწავლებმოძღვრებასთან, მოციქულთა განმარტებასთან და მხოლოდ მერე შეიძლება ჩვენ რაღაცა გადაწყვეტილება მივიღოთ. აი ასე და თვითნებური თვითგამოცხადებული იერარქიები ყველა არის უმადლოდ. ეს პრობლემა სწორედ სამწუხაროდ უკრაინაში მე-20 საუკუნეში განცხადა რომ სურვილი დამოუკიდებლობისა ბუნებრივია, მაგრამ გზა რომთაც იყო არჩეული თვითგამოცხადებითი ავტოკეფალიები, ცხადია რომ არ არის აღიარებული სოფლიო ეკლესიის მიერ და აი ახლა ჩვენ ხედავთ რომ ცდილობა ამ განხეთქილების დაკანონებისა დიდ ტრაგედიას იწევს იქ რომ მართლადებელი ეკლესია სოფლიო ეკლესია აღიარებდა დევნაშია. თავის მთავრები და პატიმრებული სამდელოება წარსული ტაძრები ძალით და სისხლით განდევნილი მრევლი ტაძრებიდან და ასე შემდეგ. აი ეს არის ერთ-ერთი ნიშანი უმადლო მდგომარეობისა და თვითონ მათი იერარქიების ამბობენ რომ თვით გამოცხადებულ იერარქიას სოფლიო ეკლესია არ აღიარებს და ისაც ახლა ხდება ეს ნიშნავს რომ სოფლიო ეკლესიის წიაღშიც შემოდის ესეთი გაყოფა და პირისპირება. ამით არის განცხადება რომ ეს მიმდინარეობა არ არის ჯანსაღი. და ალბათ დაჭირდება რომ ეს იარები მოიშოშოს ერმა და აღდგეს ეკლესიურ ერთობა. მშვიდობით და სიმართლით. ეს შემდეგ ვიტყვით რომ განსე დადგენილი გალობლებს გარდა რომელიც ადიან ამბიონზე და გალობენ დიფტერით სხვა ვინმეს უფლება არ აქვს ეკლესიაში გალობისა. უბრალოდ მეოთხე საუკუნეა და დიდი აქტივობა მიდის ხალხში, მრევლში და ყველას უნდა მიიღოს მონაწილეობა მსახურებაში. იმიტომ გალობლების საგანგებოდ ემზადებიან. იმიტომ რომ არის უკვე ჩამოყალიბებული თავისებური კანონი გალობისა, როდის რა იგალობება მსახურების დროს და აქ თვითნებური ჩართვა და კილოს ადგილობრივი კილოს შესრულება ან შვინიერი გალობისა და დაუშვებელია. ჩვენთან დღეს ის ერთი პროცესი ძველი ქართული კანონი გალობის ადგენის და
საფუძვლიანი ძალიან, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს საქართველოში დაიწყო მოძრაობა ქართული გალობის გადარჩენის და ვინც იცოდა ის თველი გალობა და ნეომური დამწერლობა გადაიტანეს ყველაზე გასაგები ყოფილიყო, იმიტომ ნეომური დამწერლობა უმრავლესობამ არ იცის. და დღეს ფაქტობრივად შეიძლება ვერცერნა გაშიფროს და გადატანილიყო 5 ხაზის სამართლის სისტემაში, რომელიც გავრცელდა დღეს მსოფლიოში. და ადვილად ხდება მისი იდენტიფიცირება ამ საგალობლის. აი ამ გადატანილი საგალობლები ამ 5 ხაზის გადარჩენილია ხელნაწერი, დიდი მოღვაწეების წყალობით, შრომით, უდუნეთმა ვიტყოდი შეწირვით თავისი ჯანმრთელობის, ცხოვრების, ყოფითი პრობლემების და იქ ექვთიმე-კერეჩენზე იქნება აღშარებელი ფილმ ქორიძე იქნება და მრავალი ეპისკოპოსი, გაბრიელ ეპისკოპოსი, ალექსანდრე ოქროპირიძე. აი ეს არის რასაც ჩვენ ვუძლებთ კანონიკურ ქართულ კანონიკურ გალობას, რომელიც საუკუნის მანძილზე იყო საქართველოში ჩამოყალიბებული. თუ ბერძნულ ეკლესიაში თავისი კანონიკური გალობა სლავურში ყველა აქვს თავისი კანონიკური გალობა, მაგრამ საოცრად ესეთი შემოჭრა იყოდით ეკლესიის წიაღში, მარიულში და სანგონში საერო ასეთ მუსიკალური კულტურის დასავლეთი ევროპის გავლენით არის ეგრეთ პარტისული გალობა, რომელიც მე-18 საუკუნეში რუსეთის ეკლესიაში გავრცელდა შესაბამისად, თუმცა უკვე საქართველოს ეკლესია დაუქვემდებარეს რუსეთის სინოდის ეგზარხოს, აქაც შემოვიდა ეს პარტისული გალობა და დღეს ხდება გამოსწორება. ამიტომ ყველასათვის არ დაშვებული. არის ტირვის ბოლოს, იქ განიცადების შემდეგ შეიძლება თორე ისეთი არა ხალხური, ეკლესიური, მაგრამ თორე ისეთი მშვენიერი კილოთი იყოს. თუმცა ვიტყვით რომ ყველა სხვა როგორც შეუძლია ისე უგალობოს უფალს. მაგრამ ეს მისი კერძო საქმეა პირადად, მაგრამ ეკლესიის თავისი წყობა არის, ამიტომ და ეს მოდის აი მე-4 საუკუნიდან უკვე ხდება ჩამოყალიბება ასეთი კანონის გალობისა, მსახურებისა და პირველი ვიტყოდ ლიტურგიკული კრებულები უკვე ამ დროს არის ჩამოყალიბებული და მე-4-მე-5 საუკუნეში და შემდგომში კიდე ხდება ეს ცილდეს პროცესი ვითარდება. ანუ ვიტყვით რომ კიდონ ტიპიკონი ტირვალოსის საწყისად არის თვიდა ვასილ დიდი, მე-4 საუკუნის მოღვაწე, იონე ოქროპირი, ეს უკვე მე-5 საუკუნის დასაწყისი ნახევარია და ანუ გრიგოლ დიალოგოსის გვიანდელი მოდი დასავლეთ ეკლესიაში შემოსული არის ეს მაგის მხოლოდ დიდ მარხვაში ესულება. ამასაც მიზეზები აქვს. მაგრამ ზოგიერთ ეკლესიაში არის გრძელდება პარტისული გალობა. აკრძალული არ არის, იმიტომ რომ ეს თავისებურად თავის კულტურას ეხმიანება და იქიდან იღებს სათავეს, მაგრამ მთავარი რომ რწმენით გალობდე და არა სმენის დასატკბობად. და არ შეიძლება რომ კერძო იყოს ეს კილო, იმიტომ რომ თავზე ხდება მოხვება ვიღაცის კერძო ვიღაცის მუსიკალური წარმოდგენების ან გემოვნების სხვაზე. ეკლესია ერთობისკენ მოუტოვებს, ამიტომ ეს კულტურა ერთობისკენ არის მართული. და კიდევ რამდენიმე კანონს გავიხსენებ. რომ არ შეიძლება რომ ტალებებთან ან უნიებთან ერთად რაიმე მათი დღესასწაული აღნიშნა. იმიტომ დღესასწაულები რელიგიური ხასიათის შეიცავენ თავისთავად მათ სალამოდრებას და
ის ეკლესია ან ის საზოგადოება, რომელიც უარყოფს ქრისტეს, ან ქრისტეს შესახებ არასოდეს ასწავლის, ან მის ღვთაებრიობას არ აღიარებს, მაშინ იმასთან ჩვენ რა გვაკავშირებს? ეს დღეს საუბრობთ და რელიგიური ხასიათის საუბრობთ, იქ ერთობა არ არის და არის კანონი პირდაპირ მითებული, რომ ერთად ლოცვად არ შეიძლება. იმიტომ ერთად ლოცვაზე ხდება რა ისაც გადადგმული ეკლესიის მიერ ჭეშმარიტი და გაზიარება ხდება ცდომილის. მაშინ ჭეშმარიტება გარგება, ზიანდება, ყოველ შემთხვევაში ზიანდება ჭეშმარიტება და ცდომილი ის არ არის ზიანი, იმიტომ ის თავისად უკვე დაზიანებულია უკვე. აი ასე ხო ასე ანუ ქალებს ეგზალით საკუთრებში შესვლა. ხო, როგორც ჩანს, მაშინ ჯერ კიდე არ იყო კანკელი, ეს მეოთხე საუკუნის შუა წლებია, კანკელი არ არის ტადაში და კიდევ ღია სივრცეა და შეიძლება იქ შემოსულიყო უცხო პირი და მით უმეტეს ახლა დედიკაცია და განსაკუთრებით დედიკაცია თუ არ გამახვილ ყურადღება, რომ არის დღეები, მისი დედაციის უცად ეს უდიდეს გადმოცემა და სწავლება დელიასმის ეკლესიაში, ახალი ეკლესიაში, რომ ამ დროს სიზმრეს არ ეხება. თვითონ მაშინ მიდის სხეულში პროცესები, რომლის გამოც ის უნდა მოერიდოს სიზმრის შეხებას. ასევე არის თქვენ რომ მარხვის 2 კვირის შემდეგ არ შეიძლება მოსწავლეთა მიღება ანუ როგორც იწყება მარხვა მაშინ იმიტომ ნათლობა ყოველთვის სუფრასთან საზემო და მარხვა იწყება უფრო კაცი არის პირველი კი რო განსაკუთრებით ეხლა ერთი კვირის შემდეგ დაიწყება დიდი მარხვა და იქ არის იკითხება სინოდის დიდი კანონი, ანდეკიდელის კანონი, უფრო მეტი ლოცვა, ფშალმუნები მეტად იკითხება, დატვირთულია და ამ დროს სადღესასწაულოთა აღნიშნა იმის და ნიშნავს ამოვარდნას ამ ეკლესიური ღვთისმსახურების ციკლიდან. ამიტომაც არ ურჩევენ ხოლმე ამას. შემდეგი მარხვაში უნდა გადავიხადოთ დაბადის დღე და ქორწილი და ასე შემდეგ. ყველაფერს სადღესასწაულო განწყობასთან და სუფრასთან არის დაკავშირებული. ქორწილში მისულ ქრისტიანებმა არ დაიხმაურონ და იცეკონ, არამედ პატიოსად უნდა ისინი სუფრასთან და ივახშმონ და ისამხრონ, როგორც შეეფერება ქრისტიანსო. ანუ გადამეტებულ ემოციებს აყოლა, როგორც იციან ხოლმე, რომელიც ხანდახან ჩხუბითაც მთავრდება. ხანდახან იქამდე რომ ვიღაცა ავარდება სუფრაზე და სუფრაზე იწყებს ცეკვას და ეს რაც იქ საჭველია შეიძლება გადაითელოს და მაშინ საერთოდ იკარგებო და ანუ აღვირასლობაში რო გადადის უკვე. ამიტომ საშუპირების განსაკუთრებით არის მითითება, რომ როცა ჯვრის შემდეგ მიწეულია ქორწილში, პირი ანუ სანამ ცეკვა დაიწყება იქნება, გაიზიარებს და სწავლობს, მიულოცავს კიდევ ერთხელ, დალოცავს, მაგრამ როდესაც უკვე ცოტა ვნებიანი ურთიერთობა იწყება და ზედმეტად უკვე ვთქვათ ნასვამი ადამიანი უნდა დატოვოს გავიდეს, იმიტომ უნებლივ შეიძლება მიიღოს მონაწილეობაში თვითონაც და რაც მისთვის აზიანოა და ითქვიფება მაშინ სასრო პირის ღირსება და როგორც ერისკაცი იქცევა, ამიტომ პატივიც დაკლდება ამით მას. აი ასე შეიძლება ჩვენ დავასრულოთ განხილვა კანონების. ჩვენ ზოგიერთი ამოვირჩეთ აქ ბევრად მეტი ეს კანონები ცხადია, მაგრამ
იმიტომ რომ აქ ერთ რამეზე გავახერხეთ ეყურებას, რომ მეოთხე საუკუნეში უკვე ეს კრებებზე ხდება დადგენა, რომელია კანონიკური წიგნები, წმინდა წერილების წიგნები. ჩვენ ამაზე ვკადრეთ ვისაუბრეთ და ახლა კიდე ამ ლაოდიკიის კრებაზეც მოხდა განხილვა ამის. რომ ჩნდება აი მიმოქცევაში აპოკრიფული წიგნების წმინდა წერილების სახელით. აპოკრიფული ნიშნავს მისი წარმოშობა უცნობი არის. და იქ მოყვანილი რაღაცა კონკრეტული ეპიზოდები შეიძლება მოგონილი იყოს და შესაძლოა და პირიქით ეკლესიის სწავლებასთან იყოს უთანხმობაში. მაგალითად არის ეს რომ დედახსის შემდეგი წიგნები კითხება ეკლესიაშია. დაბადება, გამოშლა ევტიდან, ლევიტეოთა რიცხვთა მეორე ჯული. ისუნავეს წიგნი, საჯულთა რუთის მეფეთა წიგნები, ხო? და ნეშთა წიგნები. ეზა პირველ და მეორე, ფსალმუნთა წიგნი, იგავნის სოლომონის ეკლესიასტე, ქება და ქება, იობის წიგნი 12 წინასამე წოლისა და კიდევ დიდი წინასა 4 ესაიასი, იერემიასი და ეზეკიელისა, დანიელისა. ხო, აი ეს არის ძველი ახსნის წიგნები, რომელიც ჩვენთვის ცნობილი არის და რასაც ჩვენ ბიბლიას ვწოდებთ. და აი აპოკრიფული წიგნები, რომელიც ეკლესია არ მიიღო. ხო, ცნობილი წიგნები, მაგრამ ცოდნე ადამიანებს, მამებს შესწავლილი აქვს კარგად და იქ შეიძლება რაღაცა ეპიზოდი იყო სწორი და რაღაც იყო მოგონილი და შეთხზული მერე. ასე ახალი წიგნებიდან სახელის 4-ვე მათე, მარკოზე, ლუკა და იოანე, საქმე მოციქულთა კათოლიკების სტოლეების 7, იაკովის, პეტრეს 2, იოანეს 3, იუდას და მე პავლეს ეპისტოლე, 14 ეპისტოლე იმათ კორინთელთა, პირველ და მეორე გალატელთა, ეფესელთა, ფილიპელთა მიმართ, გალასელთა მიმართ, თესალონიკელთა პირველ და მეორე, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე, ტიმოთეს მიმართ, ტიტესი და ფილიმონის მიმართ. ანუ ეს კოდექსი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს მიმოქცევა ეკლესიის დიახში, რომ აი ეს კანონი დადგენილი უკვე მეოთხე საუკუნეში. ეს ადგილობრივ კრებაზე, სხვა ადგილობრივ კრებებზეც ყველა ეკლესია თავისთან ეს გაიზიარა და ახლოს არის ეს ეპოქა მეოთხე საუკუნის მოციქულთა პერიოდთან. და ადვილად ეს გადმოცემით ხდება და გადამოწერით კიდე თვითონ ტექსტებს ერთმანეთს შეჯერებით. და აი ასე ეკლესია თავისი კანონმდებლო ბაზით ზრუნავს ეკლესიის სიტყვისათვის, მოძღვრის სიტყვისათვის, ჭეშმარიტებისათვის, წყალობის და სიმართლისათვის. დაგემშვიდობებით, ღმერთთან დაგვრჩათ.